სახელოსნოში იმდენი წლმანი დამიგროვდა, რომ მიწევს გავაკეთო უჯრები მაგიდაზე, რომელიც უჯრებისთვის საერთოდ არ მქონდა გათვლილი. ამ მაგიდის მთავარი პრობლემაა, რომ არ არის თანაბარი არც კუთხეები, არც დისტანციები, არც ზომები, არც წყალი. ვეცდები ამ ყველაფრის მიუხედავად გავაკეთო ფუნქციონალური უჯრები. პირველი გამოწვევა არის სად დავამაგროთ ეს მექანიზმები. აქ უკვე გავაკეთე ერთი წყვილი, 15 სანტიმეტრი დაშორება ზემოდან პირდაპირ ემთხვევა იმ ნახრეტებს, რომლითაც შემიძლია რომ დავამაგრო. ახლა ამ მექანიზმს პირდაპირ ვერ მივაშურებთ რკინაზე, ცხადია. ამისთვის გვაქვს ძალიან კარგი ხელსაწყო, რომელიც აკეთებს რეზბას რკინაში. პირველ რიგში ნიშნავ უკანა ნახრეთს და შემდეგ თარაზოთი გავასწორებ და მერე მოვნიშნავ წინა ნახრეთს. ახლა გვაქვს ერთი საინტერესო პრობლემა. წინა დისტანცია აი წინა მხარის და დისტანცია უკანა მხარის არის არათანაბარი. წინა მხარი არის უფრო განიერი დაახლოებით 3-4 მმ-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ მე რომ ეს უბრალოდ დავამაგრო პირდაპირ ზემოდან, ჩემი უჯრა არ დაიხურება ბოლომდე. ამიტომ, როცა ამ მხარეს ვამაგრებ, წინ დავუმატებ ერთ შაიბას და მეორე მხარესაც დავუმატებ იგივეს, რომ ეს რამდენიმე მილიმეტრი განსხვავება დამიფაროს. ახლა მთავარი, ვაკეთებთ უჯრებს. და საქმე რომ უფრო გავირთულო, უჯრა არ იქნება უბრალოდ 90 გრადუსიანი. უჯრა იქნება დახრილი, პირველ რიგში, იმიტომ რომ აქ როცა ვიჯდები, ხელი არ შემეშალოს და მეორე ის რომ ბევრად უფრო ლამაზი იქნება, როცა ესე კუთხეზე გაუყვება მაგიდას უჯრები. დავიწყოთ მაგის ჭრა. ძალიან მოსახერხებელია დიდი ნაჭრების ამ მაგიდაზე ჭრა. თუ გაინტერესებთ პროცესი, ვიდეო მიდევს არხზე და შეგიძლიათ ნახოთ. კედლები გვაქვს, ახლა ვაკეთებთ უჯრის ძირს, რომელიც იქნება აი ამ დისტანციას გამოკლებული მექანიზმები და გამოკლებული კედლები. ამ ნაჭრის სიგანე უკვე არის 80 სანტიმეტრი, ამიტომ ახლა უნდა გავჭრა მისი სიღრმე, რაც იქნება 51.5, რაც არის იგივე სიღრმე, რაც აი ეს მხარე და შემდეგ აქ გვაქვს 50 გრადუსიანი კუთხე. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უნდა გავჭრა 25 გრადუს კუთხეზე, რომ შემდეგ ლამაზად დაედოს ერთმანეთს ორი ნაჭერი და კარგი კუთხე შეკრას. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაჩვენოთ, როცა კუთხეს ჭრით, აუცილებლად გავზომოთ კუთხის დასაწყისი, როგორც ჩვენი გაჭრის ზომა, იმიტომ რომ ღობე ვერ გვაძლევს ზომას ხერხის პირებამდე, იმიტომ რომ ახლა ეს არის დახრილი. ღობე გვაძლევს ზომას ხერხის ძირზე. ეს ჩვენი უჯრის ძირი, რომელსაც თავისივე მონაჭრელი დაედება კუთხეზე, შეკრავს ჩვენს ყუთს. შემდეგი ეტაპი. ეს გავუსწორო, ამას ეს ხა ძალიან მაღალია. უკანა პატარა ფანერა გავაკეთოთ, დავაშურუპოთ და გადავიდეთ ისევ მექანიზმზე. ახლა ნახოთ რა გამოვიდა. მეგობრებო, თუ სხვა ვიდეოზე ჯერ არ გადაგირთავთ, ესე იგი მოგწონთ ეს კონტენტი, ამიტომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და სხვებსაც უფრო მარტივად ამოუგდებს ამ კონტენტს, რომელსაც ასევე მოეწონება. რაც ძალიან დამეხმარება. ესეც ჩვენი უჯრა. ესეც მეორე უჯრა. უბრალოდ არ გაჩვენეთ იგივე პროცესი მეორედ ვიდეოში. შემდეგი ეტაპი. ძლია ახლა მე ისინი დავტოვო, სახელურები გავუკეთო და ვсё. მაგრამ მინდა რომ კიდევ უფრო ლამაზი იყოს, დავფარო ეს რკინა შუაში, დავფარო ეს გადაბმები, ამიტომ ზემოდან მივაკრავ გარეთ ამ მხარეს, რაც დაფარავს ყველაფერს და ბევრად უფრო ლამაზ ეგრეთ წოდებულ ზაზურებს გაგვიკეთებს ნაწილი და მორჩება. ამას ბეწვა ხერხით უხეშად გავჭრი და შემდეგ მაგიდის ხერხით გავალამაზებ. ახლა ცოტა მივალაგებ აქაურობას და გაჩვენებ საბოლოო შედეგს. ჩვენიერი გამოვიდა ჩემი აზრით, ნახოთ ლამაზი აქვს. ზომა საკმაოდ დიდი არის, უჯრა კი არა, გემი გამოვიდა. ყველაფერი ეტევა ახლა ქაოსურად ჩავყარე ყველაფერი, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ საბოლოო ჯამში ამ დანამატით. სულ ეს იყო მეგობრებო, შემდეგი ვიდეო ერთ-ორ კვირაში დაიდება, გამოიწერეთ არხი რომ არ გამოგრჩით.